სოციალური აქცია ნომერ 1 დიაგნოსტიკურ ცენტრში დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს ექიმებმა რუსთავის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაატარეს. აქციაში 100-მდე ოჯახი მონაწილეობდა, მათ უფასო გამოკვლევებთან ერთად საჩუქრად საჭირო მედიკამენტებით დაურიგდათ. აქცია ქალაქის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც ქალაქის მერი ზაქრო დარჩიაშვილი პირადად დაესწრო. მოგეხსენებათ, ეტაპობრივად ტარდება ასეთი აქციები, სამედიცინო აქციები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. დღეს ნომერ 1 დიაგნოსტიკურ ცენტრში ტარდება სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის, ტარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევა, შესაბამისი გამოკვლევებით და ასევე მოხდება უფასოდ მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გარდაბნის რაიონული საავადმყოფოს ყველა ექიმს და ასეთი სახის აქციები მომავალშიც გაგრძელდება. ინიციატივა მოდის ქალაქ რუსთავის მერიისგან, მასთან ერთად ვატარებთ აღნიშნულ აქციას. ვეხმარებთ 100-მდე ოჯახს, თითქმის ყველა აუცილებელი მედიკამენტით, პირველადი მედიკამენტით, ასევე სხვადასხვა პირველადი დანიშნულების საშუალებებით და უტარებენ სხვადასხვა სპეციალისტები აუცილებელ გამოკვლევებს. მოვიდა ჩვენთან აგენტი მოვიდა და მითხრა თუ გინდა თუ ასეთი აქცია არის, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი და კმაყოფილი ვარ. მუნიციპალიტეტის დახმარებით მოვხდი ამ აქციაზე. პენსიონერი, როგორც პენსიონერი. და რამდენად მნიშვნელოვანია? არის მნიშვნელოვანი, როგორ არ არის?